გამარჯობა მეგობრებო, დღეს უნდა შემოგთავაზოთ უგემრიელესი დესერტი. მქონდა მორჩენილი რძის კრემი, რომელსაც დავუმატე 1 კილოს შესქელებული რძე. რძის კრემი მქონდა წინა დღის ნამცხრიდან მორჩენილი. იცით ხოლმე რძის კრემის გამზადება და შეგიძლიათ ჩემს წინა ვიდეოებში ნახოთ როგორ ვამზადებ. ავთქვიფე მიქსერით კარგად, რომ აითქვიფება კრემი და იქნება ცოტა თხელი. ეგ არ არის პრობლემა, რადგან შემდგომ ვამატებთ უკვე დაჩოფერებულ პეჩენიას. მე დამჭირდა დაახლოებით 1/9 პეჩენია. შევურიე კარგად და მასა უნდა მივიღოთ ისეთი კონსისტენციის, რომ შევძლოთ ხელში მისი დამუშავება. ვიდეოშიც ჩანს, რომ უკვე გვერდებზე აღარ ეკრობა და რაღაც მყარი მასას ვიღებთ, არ უნდა იყოს არც ძალიან სქელი და არც ძალიან თხელი, სქელი თუ იქნება გაგუჭირდება დარგვალება. ესე კარგად ამოვურევთ. რა თქმა უნდა, ტრადიციას არ ვარღვევთ და ბავშვებიც როგორც ყველა კერძში მიყოფენ ხელებს და მეხმარებიან. ერთ თეფშზე გადავიტანე მორჩენილი დაჩოფერებული პეჩენია, ხოლო მეორე თეფშზე გადავიტანე ნიგოზი, რომელიც აგრეთვე დავაჩოფერე. მქონდა ნაყიდი მიწის თხილი, რომელიც ამოვლებულია სეზამის მარცვლებში და არის ტკბილი. ასე ხელში ვარგვალებ, შუაში ვუდებ ამ თხილს, შემდგომ ნიგოზში ვავლებ, შემდგომ პეჩენიაში და ასე ვაწყობ კონტეინერში. პროცესი არის ძალიან სასიამოვნო, მარტივი, ბავშვებსაც ძალიან მოწონთ თვითონ ამის გამზადების პროცესი და აგრეთვე აკემოვნებენ და ძალიან გემრიელია. თუმცა მაცივარში როცა ვაჩერებთ, მეორე დღისით უფრო გემრიელია, ცივდება კრემი, უფრო მყარდება და ძალიან სასიამოვნო მისართმევი არის. აგრეთვე მქონდა ფინიკი, ნაწილში მოვათავსე გულში ფინიკი. აგრეთვე გავამზადე კაკაო. კაკაოში გადავურიე ცოტა ნესკვიკი გემოსთვის და არომატისთვის და ნაწილი ბურთები ასე ამოვსვრიმე და ამოვავლე კაკაოში, რომ გაგვეკეთებინა ყავისფერი ლამაზი ბურთები. შემდგომ ეს გამზადებული მასა შევახვიე სამზარეულოს ცელოფანში და შევინახე მაცივარში. არის ძალიან გემრიელი, ძალიან კარგი დესერტია, ბავშვებს ძალიან მოსწონთ და მოკლედ შუაგულში თქვენ შეგიძლიათ გამოიყენოთ ნუში, თხილი, თქვენთვის საყვარელი თხილული, ან საერთოდ არ გამოიყენოთ. საერთოდ გულში არაფერი და მხოლოდ ბურთები გააკეთოთ. ან თქვენთვის სასურველი ფორმები.